გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვთქვი, რომ მე ქალს არ დავარტყავ ხელს, ქალს. და მაგ ქალი არ ყოფილა. ეს რაც მე მომიყვეს და მე მომიყვა იმისთან ადამიანმა, რომ მე მჯერავს იმ კაცისი, ეს ქალი არ ყოფილა, ეს ტყის ღორზე ვარისი ყოფილა და ცოტა უქნია მაგის, ცოტა, მეტი უნდა ექნა. მეტი უნდა ექნა, მაგინი უნდა გადმეეყარა მაქედან ზემოდან. რას ქვია? შარდი დაასხენ, სიძე დედოფალს ქორწილით უქონდათ. ახვრები. აი, მე მაგას ვამბობ სულ, რომ აი ეგეთი ახვრები არიან მაგენი, მაგათი ჯილაგი, ჯიში, მაგათ არა აქვთ გინდ წინ მოუჯვი და გინდ უკან, მაგათ არა აქვთ ადამიანური და კაცური და კაროჩე, ძალიან კაი უქნია მაბის. თქვენ არ შეგეშალოთ, ქალი არის ქალი. ქალს ხელს არ დავარტყავ, მე იმიტომ ვთქვი, რომ მე ქალს არ დავარტყავ ხელს, თორა საქონელს ვარ ესუზავ. მაგ ქალები არ ყოფილა. ასე რომ ჩემს სიტყვებს ვიღებ უკან და გეხუტუნეთ სულში და გულში. მაპატიეთ თუ რამე არასწორად ვთქვი, მაგრამ ვიმეორებ, მე ქალს არ დავარტყავ ხელს. და ქალი იქ არ ყოფილა. ამას მე თქვენ რა მოხდა? მომხდა და ესეთი საძაგილი რაღაცა. იყო ქორწინება. ახალგაზრდა კაცს თავის მეუღლესთან ერთად ქორწინება ჰქონდა და ატარებდნენ ქორწილს რა. და ეს ადამიანები, ვინც გაილახა ეს ვითომ ქალი, ისინი ცხოვრობდნენ როგორც მე მომიყვეს მეორე თუ მესამე სართულზე. ხო და ნასმები ყოფილან, ძალიან დიდი ნასმები და გადაუსხიათ რაღაცა წყალი, მერე გადაუსხიათ სიძე დედოფალზე, გადაუსხიათ მერე შარდი, გადაუფურთხებიათ და უგინებიათ და რაღაცა სიმღერა ცეკვა რო ყოფილა ქართული, რაღაცების ძახილი დაუწყიათ და ნუ მტვრალი, რუსის მტვრალი, ნუ რა ღორი, მტვრალი, რომელსაც თქვა კი არა, არ მოეთხოვება არაფერი რა, მაგისტანები მინახავს გივი რამდენი იცი მოსკოვში, რო დალევენ და ერთმანეთს რო უჯაჯგუნებენ, ცოლქმარი და ერთმანეთის პაიდი, ნადა, იდიტი და ნადა, სასი და ტვა და კაროჩი, იმისტანები მაქვს ნანახი მოსკოვში, რო და საერთოდ რუსეთში, რო თვალები წესიერი კაცი მაგას შეხედავს, იფულს და ვინ არის ამათი. ხო და გააფრთხილეს ისინი ერთხელ არ გაჩერდნენ, გააფრთხილენ არ გაჩერდნენ და იმ სიძის ძმა ასულა ზემოთ და ეუბნება რომ რა ამბავში ხართო გაჩერდიო და ამას კიდევ დაუწყია ტლიკინი და იქ არის ვიდეო, სადაც ეტლიკინება და ტუტუცოებს იმაშობა და რაღაცეებს და ამ ბიჭმა არც იფიქრა დიდი ხანი რო ძეძგვა და მიაზახა შენი დედაცო და მიაჯა მოტეხა ცხვირი. მაგას თავი გაანები, ახლა პროსტა იბიჭი პრობლემებს შეიქმნის, იმიტომ იგენი ინსტიტუტში გეიქცევიან, ახლა პოლიციაში გეიქცეოდნენ სამასაბოი და დაწერდნენ საჩივარს. ამ ბიჭი უსიამოვნობა შეხვდება სერიოზული, იმიტომ რუსეთში, საქართველოში დღეს რუსი ტურისტის წყენილება არ შეიძლება. აი ეგეთი რაღაცა, ხო და მაგ ვინც არ უნდა ყოფილიყო, რუსი იქნებოდა თუ უკრაინელი იქნებოდა თუ ქართველი თუ ებრაელი თუ სომეხი არა აქვს მნიშვნელობა, მოიქცენ როგორც ღორები და მიიღენ როგორც საჭიროა ისე. მე თავიდან ვერ გევიგე რა იყო, შევხედე რომ დაატაკა ბიჭმა გოგოს და მე ეგი ვთქვი თავიდან რომ მე ქალს არ დავარტყავ თქო, მაგრამ მე ქალს არ დავარტყავ თორა ტყის ღორს დავარტყავ, ვარ ესუზამ. რო შენ წარმოიდგინე რომ კაცი გაფრთხილებ, ბიჭო, ქორწილი აქვს ჩემ ძმას, რაღაცა გვაქვს აქ
ოჯახი ქორწილს ატარებს, ზეიმია რაღაცა და ვიღაცა ნაბოზრუები ზემოდან აი ეგეთი სიტყვებს თავი გაანებებ, ჯო შარდის გადმოსხმა ეს შარდის გადასხმის და ხალხს კლავენ. როგორ შეიძლება ეს? აი ეს მოხდა და ეს